პროტესტის 24 დღე მსვლელობები დედაქალაქში და საბოლოო დანიშნულების ადგილი რუსთაველის გამზირი. აქციის მონაწილეები დღის განმავლობაში სხვადასხვა ადგილზე შეიკრიბნენ და რუსთაველის გამზირზე მსვლელობით მივიდნენ. ამ წუთებში კი საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობასთან მიმდინარეობს, სადაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იმყოფებიან. მოთხოვნა უცვლელია დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციის მიმდინარეობისას დაკავებული მოქალაქეები. კესო ქაფიანიძე გვერდება რუსთაველის გამზირიდან. კესო, რა ვითარება ამ წუთებში პარლამენტის შენობასთან? პარლამენტის შენობასთან შვიდობიანი ვითარებაში მიმდინარეობს საპროტესტო აქცია, როგორც აღნიშნე, დღეს სხვადასხვა ლოკაციაზე, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა აქცია მსვლელობა გამართეს და მარშის სახით ისინი მსვლელობას მართავდნენ და მათი ბოლო ლოკაცია იყო პარლამენტი. აქ რუსთაველის გამზირზე დღეს მსვლელობა გამართეს სხვადასხვა კუთხეების წარმომადგენლებაც, მათ შორის აქ არიან სამეგრელოს მარშის, რაჭის მარშის, იმერეთის მარშის, ქუთაისის მარშის და რომ არ გამომჩეს რომელიმე, გეტყვით რომ სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლები იმყოფებიან აქციაზე და ასევე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, რომლებსაც მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციაზე ჰქონდათ დაანონსებული აქცია მსვლელობები და იქიდან დაიძრნენ მარშებით. მათი მოთხოვნა არის უცვლელი დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციაზე დაკავებული პირები. ამ წუთებში არ შეინიშნება ამ დროისთვის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპოლიციო ძალები. აქ იმყოფებიან მხოლოდ აქციის მონაწილეები. დაახლოებით 2 საათია, რაც რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. აქციის მონაწილეები იმყოფებიან რუსთაველის გამზირზე. არ შეინიშნება საპოლიციო ძალები არც ჭიჭინაძის ქუჩაზე და არც 9 აპრილის ქუჩაზე. სულ ცოტა ხნის წინ დაიწყეს აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან არსებულ რკინის ჯებირზე სხვადასხვა საგნებით ხმაურის გამოცემა და ამ ფორმით ისინი პროტესტს გამოხატავენ. სხვა რაც შეეხება რუსთაველის გამზირზე მყოფ აქციის მონაწილეებს, ისინი მშვიდ ვითარებაში და მშვიდ გარემოში იმყოფებიან და იყენებენ სხვადასხვა საყვირებს. მათ აქვთ ასევე წარმოდგენილი სხვადასხვა ბანერები, სხვადასხვა წარწერები. ძირითადად მათი მხარის დამახასიათებელი წარწერებია. რაც შეეხება მოთხოვნებს, როგორც უკვე გითხარით, მოთხოვნები არის უცვლელი. მეგრელების მარს. ჩვენი მოთხოვნა არის ახალგაზრდების გამოშვება ციხიდან, ნაცემი ბავშვების და ახალი არჩევნები აუცილებლად უნდა დაინიშნოს ჩვენ გვინდა ევროპაში. ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის ახალი არჩევნები. მეგრელებთან ერთად მოვედი როგორც მეგრელი და მინდა რომ ნორმალურ ქვეყანაში ვიცხოვროთ. დღეს ბოლო მარში 10 საათზე, 8 საათზე იყო დაანონსებული ფილარმონიასთან მოცეკვავეების მარში და მოცეკვავეების მარშის წარმომადგენლები შემოუერთდნენ ახლა რუსთაველის გამზირს, მთავარ პროტესტის მთავარ კერას, რუსთაველის გამზირს. როგორც უკვე გითხარით, დღეს სხვადასხვა ლოკაციებზე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და სხვადასხვა მხარის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და მარშით შემოუერთდნენ რუსთაველის გამზირს. 24 დღეა პროტესტის და მოთხოვნები არის უცვლელი, დაუყოვნებლივ იქნან გათავისუფლებული აქციაზე დაკავებული პირები და ასევე მათი მთავარი და შეუცვლელი მოთხოვნაა ჩაენიშნოს ხელახალი არჩევნები. მადლობა კესო, რუსთაველის გამზირიდან ეს იყო კესო ქაფიანიძე.